მეორე უმაღლესი ტურნირი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გუდაურის ზამთრის სპორტის მოყვარულების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. საქართველოს სამთო კურორტი ამჯერად სნოუბორდ კროსის მსოფლიო თასის ეტაპს მასპინძლობს. სოფო ერქვანიაგი ამბობდა. მორიგი მაღალი რანგის შეჯიბრება გუდაურში. საქართველოს სამთო კურორტი მსოფლიოს თასის კიდევ ერთი ეტაპის მასპინძელია. ერთი კვირის წინ სკიკროსის დისციპლინაში ჩატარებული ტურნირის შემდეგ ამჯერად სპორტსმენები ძალებს სნოუბორდ კროსში მოსინჯავენ. შიგნით არის დიდ ნაკრებებში შეჯიბრება, ვინ წავა ეს 4 კაცი მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც შემდეგ კვირას იწყება. გამომდინარე იქიდან, რომ ამ დროს ამ სპორტის ყველა მოყვარული ამ ბოლო შეჯიბრს უყურებს, ვფიქრობ, რომ ისევ საქართველოს აღმოჩნდება იმ ეპიცენტრში. 88 სპორტსმენი მსოფლიოს 21 ქვეყნიდან მასშტაბურ ტურნირზე დღეს საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა. ხვალიდან კი ფინალური რაუნდი გაიმართება. უმაღლესი მიზნისთვის იბრძოლებს იტალიელი ოლიმპიური ჩემპიონი მიკელა მოიოლი, რომელიც როგორც საკუთარი გამოსვლით, ასევე ორგანიზატორების მიერ გაწეული სამუშაოებით კმაყოფილია. წელს შეჯიბრში მონაწილეობა ჩემთვის რთული იყო, მქონდა ჯანმრთელობის პრობლემა, თუმცა მიუხედავად ამისა, ყველაფერი კარგად მიდის. ძალიან მიყვარს გუდაური. იმედი მაქვს, რომ სრიალითაც სიამოვნებას მივიღებ. მე მაქსიმუმს გავაკეთებ. ვთვლი, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი ასეთი შეჯიბრებებისთვის. მსოფლიოს თასი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპია, რის გამოც მონაწილეები მაქსიმალურად მაღალი შედეგების დაფიქსირებას ცდილობენ. 2024-2025 წლების ზამთრის სეზონზე გუდაურმა და ბაკურიანმა საერთო ჯამში 300-მდე სპორტსმენს უმასპინძლა. კმაყოფილი ვარ ჩემი შედეგით. საკმაოდ რთული იყო, მაგრამ კვალიფიკაცია გავიარე და ხვალ ფინალშიც ვიქნები. საქართველო ძალიან მომწონს. დიდი სიამოვნებით დავბრუნდები შემდეგი შეჯიბრებებისთვის. როგორც საორგანიზაციო, ასევე ინფრასტრუქტურული კუთხით ჩატარებული შეჯიბრებები საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის ხელმძღვანელების მხრიდან უმაღლეს დონეზე შეფასდა. საქართველოს ზამთრის ტურიზმის მიმართულებით მსოფლიო რუკაზე უკვე საპატიო ადგილი უკავია. სნოუბორდის ტრასა არის 1100 მეტრი, შედგება 5-6 მოსახვევისგან და ასევე არის მრავალი ელემენტები, როგორიც არის ტრამპლინები, სახტომები, ასევე ბორცვები და სხვადასხვა ელემენტები, სტარტის ელემენტები. ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მთის ტრასების სააგენტოს და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. გამარჯვებისთვის კვალიფიკაციიდან გასული 64 სპორტსმენი იბრძოლებს და ამ ტურნირით საქართველოში 2024-2025 წლების ზამთრის სეზონი დაიხურება. დღეს ყველა სიახლეს გაცნობთ.